ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია. ტრამპმა ირანზე თავდასხმა 2 კვირით გადაავადა, თეირანი კი დათანხმდა ჰორმუზის სრუტის გახსნას. შტატების გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ისრაელიც. ამ პერიოდში მხარეები 10 პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე იმსჯელებენ. ირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ამოწურვამდე 1 საათით ადრე ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა, რომ გადაწყვეტილება ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავალ ქვეყნებთან საუბრის შემდეგ მიიღო და განაცხადა, რომ ირანში ყველა სამხედრო მიზანს გადაჭარბებით მიაღწიეს. მანამდე ის აანონსებდა, რომ ირანის ცივილიზაცია სრულად გაანადგურებდა. მხარეებს შორის მოლაპარაკება პარასკევს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში უნდა გაიმართოს. დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის, დაწერა ტრამპმა. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც თბილისში რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ ზვიად ახრახაძე მოკლულია. მათი ცნობით ცხედარი პოლიციამ წყნეთში ხევში იპოვა. ახლა მას ექსპერტიზა უტარდება. სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 4 წლით 2031 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ კობახიძე მთავრობის ხდომაზე განაცხადა. მან გადაწყვეტილება გვერდითი ფაქტორებითა და ბიზნესის ინტერესებით ახსნა. ვეფხისტყაოსნის სპექტაკლის გასანათებლად 800,400 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ შესყიდვის ოფიციალური დოკუმენტიდან ხდება ცნობილი. რობერტ სტურუას მიერ რუსთაველის ეროვნულ თეატრში დადგმული ვეფხისტყაოსანი რამდენიმე დღეა საზოგადოების მხრიდან განხილვისა და კრიტიკის საგანია. პრემიერა 5 აპრილს შედგა.